მინიმალური ხელფასი არის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი იდეა და ამ იდეით უბრალოდ პოლიტიკოსები, არაკეთილსიძისფერი პოლიტიკოსები ატყუებენ მოსახლეობას. იდეა ძალიან მარტივია. ადამიანი შეიძლება ღარიბი იყოს, დაბალი ხელფასი ჰქონდეს და მას ეუბნებიან, რომ აი შენ გექნება მინიმუმ 1000 ლარი, 2000 ლარი, რა ვიცი, შეიძლება 10000 თქვან, რომ კარგად იქნება, მაგრამ რა შეა საქმე, ხელფასი დამოკიდებული იმაზე, რამდენს გამოიმუშავებს ადამიანი. თუ ადამიანი გამოიმუშავებს პრიორიტეტად 700 ლარს და ვიღაცა დაავალდებულეს ბიზნესმენს რომ გადაუხადოს მას 2000 ლარი, უბრალოდ ბიზნესმენი ამ ადამიანს სამსახურიდან გაუშვებს. თორე არავინ არ გადაუხადეს 2000 ლარს იმ ადამიანს, ვინც გამოიმუშავებს 700. ამიტომ მისი ხელფასი შეიძლება იყოს ყველაზე მეტი 700 ლარი, შეიძლება ცოტა ნაკლებიც, რადგან მოგება უნდა დარჩეს ბიზნესმენს. ამიტომ ერთ-ერთი რაც მოხდება თუ მინიმალური ხელფასი ნიშნულად გაიზრდება, არის ის, რომ ის ყველაზე ღარიბი ადამიანებს, რაც ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს, ის აკარგავს სამსახურს. შეიძლება ვიღაცა გადარჩეს და ორმაგი სამუშაოც დააკისრონ, რომ უბრალოდ გაამართლოს გაზრდილი ხელფასი, მაგრამ უმრავლესობა უბრალოდ უმუშევარი დარჩება. ამიტომ რაღაც გაგებით შეიძლება ის ხალხი, ვინც გულუბრყვილოდ დაუჯეროს ასეთ პოლიტიკოსებს, იმსახურებდეს კიდეც რომ ეს კანონი მიღებული იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევრად დარჩება, მაგრამ მეორე მხრივ მე მგონი ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება არ არის თვითონ კარგი ქვეყნისთვის. ამიტომ რაც უფრო ნაკლები ადამიანი დაუჯერებს ასეთ პოლიტიკოსებს, მით უკეთესია და თუ არ დაუჯერებს, აი ვინც დაუჯერებს და ვისაც შეეხება ეს, ყველა იზარალებს და ყველა ინანებს